გაითვალისწინა დაწესებულების წარმომადგენლების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის და ცენტრის პოზიციები და მიიჩნია, რომ იმ ხარვეზებიდან, რაც საფუძვლად დაედო ავტორიზაციის საბჭოს მიერ IP-ის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, ზოგიერთი გამოსწორებულია, ზოგიერთი ამ საავტორიზაციო წარმოებით შეფასებას არ ექვემდებარება, აკადემიურ კონკურსთან დაკავშირებული კითხვის ნიშნების მიუხედავად, საბჭომ გაითვალისწინა რამდენიმე საგულისხმო ფაქტი. პირველი, საბჭოს მიაჩნია, რომ პოზიტიურად უნდა შეფასდეს დაწესებულების მიერ 2013 წლის 18 მარტს პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცება, რაც თავისთავად არის მცდელობა იმისა, რომ დაწესებულებამ უზრუნველყოს კონკურსების გამჭვირვალეობა და მისი სამართლიანი კონკურენციის პირობებში ჩატარება. მეორე, საბჭო აღნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგების განხილვის დროს დაფიქსირებულ იმ სტანდარტების დარღვევები, რომლებიც არ ექვემდებარება გამოსწორებას, ვერ იქნებოდა შეფასებული ექსპერტთა მიერ, რადგან დაწესებულებისათვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე დადგა ნეგატიური სამართლებრივი შედეგი. მესამე, აღნიშნული საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტასთან დაკავშირებით არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი, ეს პირველ რიგში განპირობებულია აგრარული მიმართულებების საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკით, რადგან ამ მიმართულების ზოგიერთი პროგრამა ამ ეტაპზე არ ხორციელდება სხვა დაწესებულებებში. ამასთან საბჭო აღნიშნავს, რომ როგორც ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს, ისე მოცემულ შემთხვევაში საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით. საბჭო მიუთითებს, რომ დაწესებულების მიერ ამ ეტაპზე დარჩენილ ხარვეს და აღმოფხვის დადასტურების მიზნით არსებობს სამართლებრივი მექანიზმიც, კერძოდ ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს დაწესებულებაში ხარვეზების ამოფხვის მონიტორინგი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კენჭის ფრაზე ვაყენებ IP-ის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხს. მიმართავ საბჭოს წევრებს, ვინ არის მომხრე IP-ის საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს მიენიჭოს ავტორიზაცია. გთხოვთ ხელისაწევით დაგვიდასტურო. ყველამ მისცა დადებითი ხმა, გილოცავთ. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შარჩელის შეტანისით, შემდეგ მისამართზე თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, 12 კილომეტრი, ნომერი 6. გადაწყვეტილება ჩაბარდება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იმ წინადადებებთან დაკავშირებით, რომლებიც უნივერსიტეტის წარმომადგენლობამ დააყენა, განმარტებას გააკეთებს ცენტრის დირექტორი ქალბატონი ელენე. გთხოვთ მოусმინოთ. ბოდის ვიხდი რო არ დავარღვიოთ პროცედურა, ჯერ კონტინგენტი განსაზღვროთ უნივერსიტეტის. რამდენ სტუდენტს ითხოვს უნივერსიტეტი? 4000. ექსპერტს მინდა ვკითხო, დააკმაყოფილებს 4000 სტუდენტის. ცენტრს ხომ არ ექნება სხვა წინადადება? ცენტრი თანახმაა. აქედან პროფესიულს გამოყოფთ თუ არა? ხო, პროფესიული ხო ყავთ, პროფესიული საჭიროა. აქედან რამდენი პროფესიული უნდა დავაფიქსიროთ? 250 პროფესიული. ესე იგი 4000-დან 250 პროფესიული. ცენტრს არ ექნება მოვფიქროთ საწინააღმდეგო, იმიტომ რომ 4000-ზე თანხმობა განაცხადა. აქედან გამომდინარე, საბჭოს წევრებს მიმართავ უყაროთ კენჭი, ვინ არის მომხრე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს სტუდენტთა რაოდენობა განესაზღვროს 4000-ით, მათ შორის 250 პროფესიული სტუდენტი. გთხოვთ ხელისაწევით დაგვიდასტუროთ.
მადლობთ ერთხმად მიღებულია. ეხლა მოვისმინოთ ქალბატონი ელენეს განმარტება. ცენტრი განმარტავს. ადგილები რო შეცვალოთ თქვენ. არა, თუ შეიძლება პარემ როგორც მუშაობთ, ისე მუშაობთ. ცენტრს უნდა რომ გააკეთოს განმარტება გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ცენტრი განმარტავს, რომ ამოვიკითხავ პარემ. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ აგრარული უნივერსიტეტი განახორციელებს კანონმდებლობით უმაღლესი სასწავლებლისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებას. დავძენ მათ შორის აკრედიტებულ რეჟიმში განახორციელოს პროგრამები. გისურვებთ წარმატებებს.